საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები უკვე დამტკიცებულია. სარჩელის პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოს ორშაბათს მიმართავს ინიციატივა საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით განიხილა კონსტიტუციის პრინციპების დამრღვევ პოლიტიკურ პარტიას და კონკრეტულ პირებს პარტიული საქმიანობა, პოლიტიკური თანამდებობის დაკავება და პასიური საარჩევნო უფლება აეკრძალებათ. ქართული ოცნების საკონსტიტუციო სარჩელით აკრძალვა ჯამში 10-მდე პარტიას ემუქრება, თუმცა ნაციონალური მოძრაობის გარდა ვინ მოხვდება ამ სიაში, მას შემდეგ გაირკვევა, რაც მმართველი პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. რეჟიმის წესების მიხედვით ცხადია ვერ იარსებებს პარტიული უჯრედი, იარსებებს მხოლოდ პატრიოტული ჯგუფები და ცხადია ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას და ეს ბრძოლა იქნება აბსოლუტურად ეროვნული პარტიული ჩარჩოების მიღმა, რომ გავათავისუფლოთ საქართველოს ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმისგან და ცხადია ამას სჭირდება დიდი ერთიანობა და დიდი წინააღმდეგობა. ერთიანობისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და მათ შორის პარტია არ არის იურიდიული ან სამართლებრივი სტატუსი, პირველ რიგში პარტია არის მოქალაქეები, ამომრჩეველი საზოგადოება, რომელსაც აქვს ნდობა კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის მიმართ. ასეთი ჯგუფი ნამდვილად არის ნაციონალური მოძრაობა, ჩვენ გვყავს ერთგული ამომრჩეველი და ჩვენს ამომრჩეველთან, ჩვენს ხარდამჭერებთან, გულშემატკივრებთან ერთად გავაგრძელებთ ბრძოლას. ეს კანონი პირდაპირ უტყავს საქართველოს კონსტიტუციას და საქართველოს კონსტიტუციის ნათქვამს, რომ საქართველოს არის მულტიპარტიული დემოკრატია, რომ ჩვენ ქვეყანაში ფუნქციონირებს დემოკრატიული სისტემა, სადაც მრავალპარტიული კონკურენციის პირობებში ხელისუფლებისთვის იბრძვიან დამოუკიდებელი პარტიები. ეს სისტემა კლდება აი იმ კანონით, რომელიც მიიღეს და იმ სარჩელით, რომელიც შეაქვს. ეხლა ვერაფერს ვერ გეტყვით, არ ვაპირებ შევაფასო ის რა სიბინძურეს დაწერს ერთი შტო ივანიშვილის დამქაშების, მერე მიუტანს მეორე შტოს ივანიშვილის დამქაშების სასამართლო სისტემაში, რომელშიც დამოუკიდებლობის ხარისხი მინუსში არის და რას გამოადნობენ ამ ყველაფრიდან. მე ვიცი რა იქნება ამის შედეგი. ამის შედეგი იქნება საქართველოში დიქტატორის გაფორმება. სარჩელში ყველაფერი კარგად იქნება გაწერილი. იცით რომ საგამოძიებო კომისია 400 გვერდზე მეტია და არის ერთის მხრივ პოლიტიკური აქტი და მეორეს მხრივ მაღალი სტანდარტით შემუშავებული სამართლებრივი აქტი. ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება, რა თქმა უნდა, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, რასაც დაემატება მაღალი ხარისხით 4 ოქტომბრის საჯაროდ დადასტურებული მტკიცებულება, რომ რაც ჩვენ 6 თვის განმავლობაში მოვისმინეთ და დავწერეთ. დაადასტურა თავად ნაცმოძრაობამ ფილიალებთან ერთად, რომ დიახ, ის არის პოლიტიკური ძალა, ეგრეთ წოდებული, რომელიც დამხობისკენ არის, ადამიანების სიკვდილისკენ არის მიმართული და ასე შემდგომ. კანონმდებლობაში გარკვეული ტექნიკური საკითხები დაზუსტდა. ჩვენთვის თავარია, რომ გამართული სარჩელი შევიტანოთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ გაჯანსაღდეს ჩვენი დემოკრატიული სისტემა. იმ პირობებში, როდესაც მმართველი გუნდის ერთადერთი ოპონენტია კრიმინალური პოლიტიკური ძალა კოლექტიური ნაცმოძრაობის სახით, რა თქმა უნდა, ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა ვერ შედგება, ამიტომ ჩვენ გვჭირდება დემოკრატიული სისტემის, პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება და სწორედ ამას ემსახურება ის სარჩელი, რომელიც რამდენიმე დღეში შევა საკონსტიტუციო სასამართლოში. ჩვენი ამოცანა ერთადერთი პოლიტიკური ძალის არაკონსტიტუციურად გამოცხადება, ეს არის კოლექტიური ნაცმოძრაობა. ეს არის ერთი პოლიტიკური ძალა და ერთადერთ პოლიტიკურ ძალას ეხება სინამდვილეში ის სარჩელი, რომელსაც ვამზადებთ. სია გახდება ცნობილი, როგორც კი შევიტანთ სარჩელს.